დღეს ბადრი ჯაფარიძე შეხვდა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მარნეულსა და ბოლნიში პარტია ძლიერ საქართველოს წარმოადგენენ და აღუთქვა მათ დახმარება იმ შემთხვევაში, თუ კი მათ მისამართით ქართული ოცნება რაიმე შანტაჟს, ზეწოლას ან მუქარას განახორციელებს, აუცილებლად ჩააკენონ ბადრი ჯაფარიძე და ლელოს ლიდერების საქმის კურსში და ისინი თითოეულ მათგანს აუცილებლად დაეხმარებიან. მარნეულის შემდეგ ბადრი ჯაფარიძე ბოლნიში იმყოფებოდა და ბოლნისი სწორედ ის ადგილია, სადაც ბოლნისის მერობის კანდიდატმა ძლიერი საქართველოს რიგებიდან საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა. ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სუსი მუშაობს და ქართული ოცნება ახლა არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად და ამ ფორმით ცდილობს საკუთარი ოპონენტების განეიტრალებას. ბოლნიში ჩვენ გქონდა ფაქტი ქართული ოცნების მხრიდან ერთ-ერთი ჩვენი კანდიდატის დაშინების. სამწუხაროდ ეს არის ქართული ოცნების სტილი, დაშინება, მუქარა, სუსის პრაქტიკულად განუწყვეტელი მცდელობა, როგორმე მაჟორიტარი კანდიდატი ან მერობის კანდიდატი ასე ვთქვათ, აიძულონ რომ მან მოხსნა თავის კანდიდატურა, ეს არ ხდება, ამ წარმატებას ვერ აღწევენ. ერთი-ორი შემთხვევა იყო, ადამიანები თუნდა ნერვებმა. ეხლა ჩვენ შეხვდა გქონდა ხედავთ რომ ძალიან კარგი განწყობა არის. ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. თუნდაც მარტო დავრჩეთ ბოლომდე, მაინც გავაგრძელებთ ბოლომდე. აი ვინც გადაიპირეს, ისინი რას ამბობენ? ისინი საერთოდ ტელეფონი გამორთული აქვთ, ქუჩაში არ დადიან, სად არიან არ ვიცი. მეც მომივიდა ეგეთი რაღაცები, ცურთავში ვცხოვრობდი, სოფელ ცურთავში. ბევრი რაღაცა მომივიდა, მაგრამ ერთი ნაბიჯი უკან არ წავედი. არ შეიძლება. ბოლომდე უნდა მივიდეთ. თუ ოპოზიცია ვართ, ბოლომდე სიმართლე უნდა ვთქვათ. ძლიერ საქართველოში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება სწორედ მსგავსი მეთოდებით ეცდება, რომ დაუპირისპირდეს საკუთარ ოპონენტებს, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხალხს მოუწოდებენ 4 ოქტომბერს არჩევნებში იაქტიურონ და თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხმა დაიცვას. ხატია სამხარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ასეთი იყო